ღმერთს ელაპარაკები ხოლმეო? და თქვენ არ ელაპარაკებით? არ ელაპარაკებით? ჩვენ ხო წეღან ვილოცეთ, ხო თქვით ლოცვამ? აი, ეგ ძალიან კარგი, ღმერთთან ლაპარაკია. აი, ღმერთთან ისევე უბრალო და უშუალო საუბარი უნდა გქონდეს. აი, როგორც მაგალითად ნინის რო ეთქვი, ნინის თქო ხოლმე ბანაკში, ნინი მიდი რაღაცა ჩვენ რო გვიყვარს ის დაუკარი მეთქი. ერთი კარგი სიმღერაა. ღმერთს რაღაცა რო გჭირდება, უნდა უთქო, უფალო, შემეწიე, რაღაცას ვერ ვაკეთებ. აი ეს გამაკეთები. არ უნდა იმას მაღალფარდოვანი სიტყვები. უბრალო შენი გულიდან რაც გიჭირს, ის უთხარი, ისთვისაც მადლობ, ის უთხარი. აი ესე უბრალო და ჩვენ ყველა ველაპარაკებით ღმერთს. ჩვენ აი როგორ ამბობს პატრიარქის სიტყვები რომ გულწრფელად და გულმხურვალედ მლოცველი გულიო თავად უფალს ეჩურჩულება. შენ როდესაც მთელი აი განწყობით, იმითი მოწიწებით და გააზრებით ესაუბრები, ლოცულობ, ესე იგი ღმერთს ესაუბრები. მარტო ის კი არა რომ ხატების კუთხესთან იდგე და შენი ბაგეები ამბობდნენ და შენ ღმერთი არ გახსოვდეს. შეიძლება პირს არ ამოძრავებდე, მაგრამ შენ ღმერთის წინაშე იდგე და გონებით და გულით ლოცულობდე. შეიძლება პირს არ ამოძრავებდე. ეს პირით და ბაგეებით ლოცვა უფრო დამწყებთათვის არის. მაშინ, როდესაც ადამიანს გონება გაურბის და მაგრამ ვინც ახლა წმინდა მამათა ლიტერატურაში არის რომ ვინც უფრო წარემატება ლოცვაში, ის უკვე გონებით და გულით ლოცულობს და არა მხოლოდ ბაგეებით. ისე რომ ჩვენ ყველანი ვესაუბრებით ღმერთს და ვეცადოთ რომ ყველა ჩვენი ტკივილი თუ სიხარული ღმერთამდე მივიტანოთ. მაშინ მშვიდად ხარ ადამიანი.